საქართველოს პროკურატურაში გრძელდება გამოძიება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე. თებერვლიდან დღემდე გამოიკითხა არაერთი პირი, ყადაღადაედო რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებს. ასევე დაყადაღდა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რითაც შეიზღუდა მათი ფულადი სახსრების განკარგვა, ხოლო ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გამოძიების ცნობით ძალადობრივი აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ, მოწმის სახით იკითხებიან. სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ახლა ჩვენი სტუმარი, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით ბატონ ლაშა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რამდენიმე თვეა უკვე მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, აქვს თუ არა უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა და ამ დასკვნების გასაჯაროების საშუალება პროკურატურას იმ გამოკითხების საფუძველზე, რაც აქამდე განხორციელებულა, გულისხმობ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების ნაწილს, არამედ მთლიანად გამოძიების ფარგლებში მიმდინარე გამოკითხვებს. კი ბატონო, ამ ეტაპზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მე შემიძლია გითხრათ, რომ აქციის დროს გარკვეული პოლიტიკოსები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მოქმედებდნენ საერთო მიზნით და ჰქონდათ საერთო მოწოდებები. ეხლა რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? თქვენ გახსოვთ პოლიტიკოსების პირდაპირი განცხადებები აქციიდან, ხელისუფლების დამხობისკენ, მაგალითად წინააღმდეგობის გაწევისკენ, მუდმივ წინააღმდეგობაზე პოლიციასთან, რასაც უნდა გამოეწვია მათი დაღლა და სისტემის ჩამოშლა. ასევე ამის პარალელურად თქვენ გახსოვთ არასამთავრობოების განცხადებები, ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ მოსახლეობას, საუბრობდნენ სასტიკ ბრძოლაზე, საუბრობდნენ წინააღმდეგობის ადგილების გახსნაზე და საუბრობდნენ საჯარო სექტორის გაფიცვაზე. ამ გაფიცვას უნდა გამოეწვია მაგალითად უშუქობა, უდენობა, ტრანსპორტის კოლაფსი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ცხადია გამოიწვევდა სახელმწიფოს დასუსტებას და სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების მოშლას. კი ბატონო, ერთ-ერთი გამოკითხულისგან არასამთავრობოებისგან ჩვენ მოვისმინეთ მათი მოწმის სახით გამოკითხვის დროს. პრინციპში ეს არის პოზიცია ყველა იმ ორგანიზაციისა, რომელთა ანგარიშები დაყადაღდა, რომ ისინი საჭირო ნივთებს ყიდულობდნენ მათივე თანამშრომლებისთვის თავის დასაცავად, იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ ხოლმე აქციაზე. რა არის მთავარი არგუმენტაცია პროკურატურის, რა მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით ამბობს საგამოძიებო უწყება, რომ ეს ასე არ არის და დაუშვათ ეს არასამთავრობოები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი აქციების ორგანიზებაში. რა ამყარებს უფრო სწორად ამ მოსაზრებებს და ვარაუდებს? დიახ, როდესაც ეს დაკითხვები მიმდინარეობდა, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თქვენი კოლეგების მიმართ სწორედ ეს იყო, რომ დანაშაული იყო თუ არა მაგალითად აირწინაღის ან დამცავი სათვალის ყიდვა. ცალკე თუ ავიღებთ, დანაშაული არც საწვავის შესყიდვა არის და არც პიროტექნიკის, ხო? მაგრამ გააჩნია მიზანს, რისთვის იყენებდა. თქვენ გახსოვთ კადრები აქციის დროს გადაღებული, ყველა ტელევიზიაში უქერდა და საქმეშიც არის, რომ სწორედ წინააღმდეგობის დროს აქციის მონაწილეები იყენებდნენ აირწინაღებს, დამცავ სათვალეებს, პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს, ქმნიდნენ ბარიკადებს, რაც სხვათა შორის კანონით აკრძალულია და ყოველი მოწოდების შემდგომ და დაშლის შემდგომ ისე უკან ბრუნდებოდნენ და სწორედ ამ საშუალებებით იცავდნენ თავს და უწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციას. ხოლო საკითხის ამ დონემდე დაყვანა, რომ აი მაგალითად დამცავი სათვალე და ნიღაბი არის თუ არა დანაშაული, ეს არის მხოლოდ ზედაპირული მიდგომა და აქ კონტექსტი არ არის გათვალისწინებული. ბატონ ლაშა, ასევე იმ პრეტენზიებს შორის, რაც იყო და არის ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, არის ისიც, რომ ისინი აქციის მონაწილეებადაც ფიქსირდებოდნენ და მათგან ისმოდა ბადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. ეს პოზიცია და მათი, ესე ვთქვათ, გამოხატვა ამ სურვილისა არის ეჭვის ფაქტორი პროკურატურისთვის თუ აი ამ პოზიციიდან და გაწყობიდან გამომდინარე ქმედებები? დიახ, საქმე იმაშია, რომ ისინი მხოლოდ დამკვირვებლები არ იყვნენ, ისინი პირდაპირ იყვნენ აქციის მონაწილეები და ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები. ეს ყველაზე მსუბუქი მოთხოვნა, რაც თქვენ გითხარით, ამაზე მწვავე განცხადებები, ხო, სასტიკი ბრძოლა, რა ვიცი, წინააღმდეგობის კერების გახსნა და ასე შემდეგ და ერთ-ერთი მოთხოვნა, სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას
მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ პოლიტიკოსებთან და ზუსტად იდენტური მოთხოვნები ჰქონდათ და ჩვენ ბუნებრივია ვეკითხებით თუ რა არის ამისი ან სამართლებრივი ან მტკიცებულებითი საფუძველი, რაზეც ბუნებრივია დასაბუთებულ პასუხს ვერ გვცემენ და აი სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს გამოძიების მხრიდან. კი ბატონო, და რაც შეეხება კითხვის ნიშნებს იმ მიმართულებით, აი რა ტიპის კითხვის ნიშნები არსებობს, ასევე იმ საქმიანობის მიმართ, რომ აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ასევე ამ საქმის ფარგლებში დაყადაღებული ფონდები ახდენდნენ თანხების მობილიზებას, მაგალითად აქციებზე დაჯარიმებულთათვის. რატომ მოდის ეს საქმიანობა კონფლიქტში კანონმდებლობასთან? დიახ, ერთ-ერთი კითხვა ესეც იყო, ანუ არის თუ არა დანაშაული ვინმე სასარგებლოდ ჯარიმის გადახდა. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს ხდებოდა მასობრივად და ხდებოდა წინასწარ გამოცხადებულად. ანუ პირდაპირ სიგნალი იყო, რომ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ გადაგიხადოთ ჯარიმები. ეს ყველაფერსო თავი დავანებოთ წინასწარ შეპირებული ფინანსური დახმარება დანაშაულში თანამონაწილეობა და მეორეც ჯარიმას სხვა ყველა სახდელს ასევე აქვს თავისი მიზნები. ერთ-ერთი მიზანი არის სამართალდარღვევის პრევენცია. როდესაც ყველა შემაყვავებელი ფაქტორი მოსპობილია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ბუნებრივია მოქალაქეს აღარაფერი აღარ აკავებს, რომ არ ჩაიდინოს ეს სამართალდარღვევა და მან იცის, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმას მისასარგებლოდ გადაიხდიან ეს პირები. შესაბამისად, ეს არის პირდაპირი წახალისება სწორედ ამ დანაშაულებრივი ქმედებებისა და სამართალდარღვევებისა. ბატონო შა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დასახელებაში, ასევე ნახსენებენ, მას სრულად დავასახელეს შესავლისას, მაგრამ ნახსენებენ უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. არის თუ არა პროკურატურის პრეროგატივა დაინტერესდეს თავად მაგალითად იმ დონორების პოზიციით, ვისი თანხებიც მიემართებოდა თუნდაც ამჟამად დაყადაღებული ორგანიზაციების ბიუჯეტში. კი ბატონო, გავიგეკითხა. ამ ეტაპზე საქმის დასალევს დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დონორი ორგანიზაციების მიზნობრივი თანხები სწორედ მათ გამოიყენეს აქციების ორგანიზებისთვის და წახალისებისთვის. ხოლო რაც შეეხება ახლა თავად ამ ორგანიზაციების დამოკიდებულებას ამ აქციების მიმართ და ასევე მათ განზრახვას, ხო რას მოიცავდა მათი განზრახვა ამ ქმედებების მიმართ, ცხადია ეს არის გამოძიების საგანი და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ სამუშაო საქმეში და ცხადია გამოძიების, ასე ვთქვათ, ამ ეტაპის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ვაცნობებთ საზოგადოებას. კი ბატონო, აი რა ეტაპზე შეიძლება გაიგოს საზოგადოებამ, თუნდაც გამოძიების ერთგვარი შუალედური შედეგები აი ამ რამდენიმე თვიანი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გარკვეული შუალედური შედეგები ჩვენ გაცნობთ, მაშინ როდესაც დაყადაღდა პირველ ეტაპზე 5 ორგანიზაცია და შემდგომ 7, ანუ საბოლოო ჯამში 12. შემდგომი ეტაპისთვის თუ რამე იქნება საჭირო გასასაჯაროებელი, ბუნებრივია გაცნობებთ. ამ ეტაპზე ქონდა ჩვენ დაყადაღების საფუძველი და ასევე ქონდა რომ ამ კონკრეტული ორგანიზაციებისთვის დაგვესვა კითხვები, ასე ვთქვათ, ჩავთვალოთ ამ ეტაპისთვის, ასე ვთქვათ, პირველ შუალედურ გადაწყვეტილებად. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ლაშა კოტრიკაძე, პროკურორი, გახდა დღის ქრონიკის სტუმარი.